სამწუხაროა, რომ მტოვებთ ევროპის ჩემპიონატს, ძალიან მაღალ დონეზე იყო ყველაფერი და მე ვფიქრობ, ზუსტად აი ესეთ ორგანიზებაში, ესეთ თამაშებში გაიზრდებიან ის ახალგაზრდა ფეხბურთელები, ვის დღეს საქართველოს უძველეს ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენდნენ. ყველას მინდა დიდი მადლობა უთხრა ბიჭებს, იმიტომ რომ ჩანდა აშკარად, რომ ისინი 100%-ს აკეთებდნენ იმის გულისთვის, რომ ჩვენ პლეი-ოფის აღზური მოგვეპოვებინა. თავიდანვე ვიცოდი, ძალიან რთული ჯგუფი იყო, მაგრამ არაფერი არ დავაკელით რა. ძალიან დაგვაკდა სამწუხაროდ ჩვენი ორი მცველი, რომელიც უკვე თამაში გამოჩნდა, რომ ისინი ძალიან დაგჭირდებოდნენ, მაგრამ მეორე მხრივ სასიხარულო, რომ იმ ახალგაზრდა მოთამაშეებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი ესეთ დონეზე, ასე რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდეგ ევროზე მოხვდეთ, იმიტომ რომ ისეთი მაგარი ტურნირია, რომ აი ამისგან სიამოვნებას ვიღებთ ყველა. მომენტები შევქმნით და ალბათ რეალიზება მაინც ჩვენი პრობლემა ეგ იყო, არ ვიცი სამწუხაროდ ამ ევროპაზე არ გვიმართლებს დიდად მაგ მხრივ და სამწუხაროდ შედეგიც მაგიდან არის გამოწეული რა. თორემ მე ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ მომენტები რომ გამოგვეყენებინა, ჩემი აზრით სულ სხვა თამაში იქნებოდა. მთლიანობაში ლატვიასთან თამაშზე შედარებით გულდაწყვეტილი ვარ და ხორვატიასთან და საფრანგეთთან ვთვლი, რომ იბრძოლეთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. ამ ევროპაზე და ყველა ვარიანტში ვთვლი, რომ ეს ევროპა ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო და აქ მოხვედრა უკვე ვთვლი, რომ წარმატებაა და შევეცდებით, რომ კიდევ დავბრუნდეთ აქ. ბევრი ჩვენგანი ესეთი დონის ტურნირზე პირველად იყო და მართლა სხვა დონე არის აქ თამაში და არ ვპატიობენ ერთ პატარა შეცდომასაც და ალბათ აქედან გამომდინარე ჩვენ რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და როგორც ნახეთ პირველი გოლი, მეორე გოლი არც ერთ შეცდომა არ გვაპატიეს და ესე არის ალბათ უკეთესად უნდა მოვიმზადოთ და გვირდებით რომ უკეთესად მოვიმზადებით და ყველაფერს ვიზავთ რომ ამ დონეზე დავბრუნდეთ და კიდევ დავადგინოთ ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე.